მოგესალმებით, მთავარი პირდაპირ ეთერში იწყებს მუშაობას. მე ჟურნალისტი დავით კობიძე ვარ. გიერთდებით საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიიდან. სულ ცოტა ხანში 2 საათზე უნდა დაიწყოს ნიკამელიას სასამართლო პროცესი გირაოს გადაუხდელობის საქმეზე. მანამდე შეგახსენებთ, რომ ნიკამელია წუხელ ფაქტობრივად გაიტაცეს და ადმინისტრაციული წესით დააკავეს და ის სავარაუდოდ ამ დრომდე დიღმის იზოლატორში, ან შეიძლება უკვე დაიწყეს მისი გადმოყვანა საქალაქო სასამართლოში, რომ დაესწროს პროცესს. მანამდე გეტყვით, რომ პოლიტიკოსის გაცხადებული ნება იყო, რომ ის არაპირებდა სასამართლოს ხდომაზე დასწრებას, თუმცა მას შემდეგ, რაც ის გუშინ გაიტაცეს ლისის მიმდებარე ტერიტორიიდან და ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დღეს პოლიტიკოსმა გადაწყვიტა, რომ საკუთარ სასამართლოს ხდომას დაესწროს. ამ წუთებში გიერთდებით საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიიდან, იმ ქუჩიდან, სადაც წესით ავტომობილებს ეძლევათ ხოლმე სხვა შემთხვევაში აქ დგომის შესაძლებლობა, თუმცა მინდა გაჩვენოთ რა სიტუაციაა ახლა სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე. თქვენ კადრშიც ხედავთ, რომ ყველა ავტომობილი, რომელიც არის გაჩერებული მიმდებარე ტერიტორიაზე, ეკუთვნის შინაგან საქმეთა სამინისტროს და ისევე როგორც ზურაბ ჯაფარიძის პროცესზე, ახლაც შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებული მობილიზებაა და მთელ პერიმეტრს აკონტროლებს ძალოვანი უწყება, სხვადასხვა სტრუქტურები, როგორც საპატრულო, ისე კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები არიან არა მხოლოდ ამ ქუჩაზე, არამედ მიმდებარე პერიმეტრზე ყველგან და მთელს ამ ტერიტორიაზე ამ პოლიციელებთან ერთად დგას მათი ავტომობილებიც, ამიტომ სხვა დანარჩენს მოქალაქეებს არა მხოლოდ ამ ქუჩაზე, არამედ სხვა მიმდებარე ქუჩებზეც არ ეძლევათ შესაძლებლობა, რომ დააპარკინგონ საკუთარი ავტომობილები, მათ შორის მანქანის გაჩერება პრობლემა იყო ჩვენთვისაც, მედიის წარმომადგენლებისთვისაც. ჩვენ პირადად 40 წუთის განმავლობაში ვცდილობდით, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე საქალაქო სასამართლოსთან სადმე მაინც დაგვეპარკინგებინა ავტომობილი, თუმცა ვინაიდან მთლიანად დაკავებული აქვს არსებული ტერიტორია შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეს ფაქტობრივად არის შეუძლებელი. ხედავთ, რომ ღობეებთან სასამართლოს დგას საპატრულო პოლიცია, ზოგან დგას კრიმინალური პოლიცია, მედიას წესით შევდივართ ხოლმე იმ ჭიშკრიდან შესვლის შესაძლებლობა დღესაც არ გვეძლევა, ისევე როგორც ზურაბ ჯაფარიძის პროცესზე, ამიტომ ჩვენც გვითხრა მანდატური სამსახურმა, ასევე საპატრულო პოლიციამ, რომ უნდა ვისარგებლოთ ცენტრალური შესასვლელით, საიდანაც წესით ავტომობილები შედიან ხოლმე და ახსოვს ალბათ ჩვენს მაყურებელსაც, რომ ამ ცენტრალური შესასვლელის ჭიშკართან იდგნენ მანდატურები წინა პროცესის დროს და აკონტროლებდნენ თუ რა მიზნით შედიოდა მოქალაქე საქალაქო სასამართლოს ეზოში და გახსოვთ, რომ არ ეძლეოდა შესაძლებლობა იმ ადამიანებს შესულიყვნენ ეზოში, ვინც ზურაბ ჯაფარიძის პროცესზე იყვნენ მოსულები, ან მათ მხარდასაჭერად და ახლაც, აი როგორც ხედავთ კადრში, ფაქტობრივად იგივე სიტუაციაა მიმდებარე ტერიტორიაზე, მოქალაქეები ჭიშკართან ელოდებიან რიგს და არ ვიცი რამდენად აქვს დღეს მათ შესაძლებლობა, რომ შევიდნენ საქალაქო სასამართლოს ეზოში. ჩვენ ვეცდებით ახლა, რომ გადავინაცვლოთ შიდა ტერიტორიაზე, თუმცა აი ხედავ, რომ ნიკამელიას თანაპარტიელები ისევ გარე ტერიტორიაზე არიან შეკრებილები. აი გიორგი კირთაძეს ხედავთ, მოდით გავესაუბროთ, ვიდრე შევალთ საქალაქო სასამართლოს ეზოში. ბატონო გიორგი, მთავარის პირდაპირ ეთერში ვართ. დღეს რა სიტუაციაა? ჩვენ გვახსოვს ზურაბ ჯაფარიძის პროცესზე არ გეძლეოდათ შესაძლებლობა შესულიყავით ეზოში. მოგვიყევით, დღეს რა ხდება? ამ ნაწილში იგივეა, ეხლაც გადაკეტილი აქვს ყველაფერი და არ გვაძლევენ ეზოში შესვლის საშუალებასაც კი, მეტი სავის პარალელურ ქუჩებზეც უამრავი პოლიციელი ყავთ მოყვანილი, ნახეთ, ალბათ ყველამ ნახეთ რა ხდება მთავარ სამმართველოსთან, წყლის ჭავლის მანქანები და სპეცრაზმელი არ დატოვეს საქართველოში, რომელიც არ ყავთ გამოყვანილი ნიკამელიას პროცესისთვის. კრიმინალური გატაცების შემდეგ ეხა ამ ფორმით ცდილობს ივანიშვილის რეჟიმი კვეთი ღონისძიება შეუფარდოს ნიკამელიას და ის რაღაცა დიდი ხნით გაუშვას ციხეში. მესმის ეს ჩვენ ვიცით, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლის ხაზი მათ შორის გადის ციხეზე, ამის მაგალითი ოქროაშვილმა, ჯაფარიძემ, ეხა ნიკამელიამ, ცოტა ხანში ნიკა გვარამიანს სხვა ადამიანებიც მისცემენ და ჩვენი გამარჯვება იქნება აუცილებელი. ქართველი ხალხი, რომელიც აბსოლუტურ უმრავლესობაშია ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში აუცილებლად გაიმარჯვებს. დიდი მადლობა გიორგი კირთაძეს, კოალიცია ცვლილებისთვის
ერთ-ერთ წევრს უსმენდით პირდაპირ ეთერში, ხედავთ და მოისმინეთ კიდეც პირდაპირ ეთერში კომენტარი, რომ მოქალაქეებს, რომლებიც დღეს ამჯერად ნიკამელიას პროცესზე არიან მოსულები, არ ეძლევათ შესაძლებლობა, რომ შევიდნენ საქალაქო სასამართლოს ეზოში, თუმცა წინაზე მედიას გვეძლეოდა შესაძლებლობა შევსულიყავით ეზოში და ახლაც ვეცდებით, რომ მოვახერხოთ შესვლა და გაჩვენოთ რა ხდება საქალაქო სასამართლოს ეზოში. ხედავთ, რომ აი რიგი ისევ არის ჭიშკართან, მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები დგანან და სავარაუდოდ ახლაც ამოწმებენ თუ რომელ პროცესზე არის კონკრეტული მოქალაქე მისული და ამის შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებას. თქო, ხატია პირდაპირ ეთერში ვარ, თქვენს კითხავთ, თქვენს არ შეგიშვეს საქალაქო. არა, არავის არ უშვებენ, ანუ არ ვიცი რაღაც სია არსებობს, მაგრამ არც იმ ადამიანებს არ უშვებენ, ვისაც პროცესი აქვს და მე არ დამიმალოს ახლა დასამალი არაფერი არის, რომ მელიას პროცესზე ვარ და არა ვერ შეგიშვებ, თუ ესე გამოცხადეს. თვითონ ამ პროცესს როგორ შეაფასებთ გუშინდელი მისი გატაცების შემთხვევა? იცით რა, მე ყოველთვის იმაზე ვიყავი, რომ რეგრესი გრძელდება რეჟიმის პირობებში. და რა თქმა უნდა, რეჟიმი არ გაკეთილშობილდება, პირიქით გაცილებით უფრო დამძიმდება. ხა ახალი საფეხური გვაქვს, ეს არის პოლიტიკოსების წინსწრებად დაჭერა, ანუ წინასწარ დაიჭერეს მელია, როდესაც არც არსად გაიქცეოდა და არც არავითარი რაღაც სხვა მოსაზრება არ ქონდა. ერთადერთი მისი გადაწყვეტილება იყო, რომ გირავ არ გადაიხადა და სასამართლოზე არ მისულიყო და წინსწრებად დაიჭირეს ვითომ ადმინისტრაციული წესით. ანუ პოლიტიკოსების გატაცება, აი რაც მოხდა თქვათ ბაჩიაშვილის პირობებში, რომ გაიტაცეს ადამიანი, ნიკა გაიტაცეს გუშინ, რაღაც 100-მდე პოლიციელი მონაწილეობდა. ეს ყველაფერი არის ზუსტად ის, რომ რეჟიმი არ გადმოდგავს ნაბიჯს წინ. გაცილებით უფრო დამძიმდება და ეს ყველას უნდა გვესმოდეს. როდესაც პოლიტიკოსებს აი ესე წარმოუდგენელ პირობებში აკავებენ და იჭერენ, მაშინ ყველა ადამიანთან მივა რა თქმა უნდა ეს რეჟიმი. დიდი მადლობა ხატია დეკანოიძეს უსმენდით პირდაპირ ეთერში, ანა გოგოლაძესაც ხედავთ, ანა თავარის პირდაპირ ეთერში ვარ. დღეს ვნახეთ სცენა, როცა დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორთან წყლის ჭავლის მანქანები გამოჩნდა, ასევე სპეცრაზმელებიც როგორც გავრცელდა ინფორმაცია. რას გეუბნებათ ეს ფაქტი? რას აკეთებს ახლა რეჟიმი? გუშინდელი დღიდან დაწყებული, პრინციპში დღევანდელი მორიგი სასაცილო სცენარი დაწყებული, რომლის ავტორიც არის ამ ძალიან სასაცილო კომიკური სცენარის და ფაბულის ავტორი ახალი მინისტრი გელა გელაძე არის. ერთ რამეზე მეტყოლებს ამ შემთხვევაში ეს არის მათი მხრიდან, მათი უცსუსურობის პრევენციის დემონსტრირება ამ შემთხვევაში და შიშის დემონსტრირება არის რეალურად. სახელმწიფო ძალებს, რომლებსაც ამ დონის მობილიზება სჭირდება. წყლის მანქანები ყავთ მიყვანილი, გედედეს თანამშრომლები გუშინ აიყვანეს 200 კაცის მონაწილეობით ტყეში ჩასაფრებით, ხომ? ერთადერთ რამეს ემსახურება. ხელისუფალი, რომელიც მართალია და პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც მართალია, მას ამ დოზის მობილიზება ნამდვილად არ სჭირდება. დღესაც აი ეს რომ მთელი საპატრულო politsია ყავთ მობილიზებული პრინციპში და არავის არ უშვებენ, არც ნიკას თანაგუნდელებს, ოჯახის წევრებს, არავის აბსოლუტურად. ეს მათი აი შიშის და მათი უსუსურობის დემონსტრირება. ერთ სიტყვი ახალი შიშის მინისტრი გელა გელაძე ახალი დანიშნული არის და აი გუშინდელი ეს მთელი მოვლენათა კასკადი დღევანდელი გაგრძელებული ერთ რამეს აჩვენებს უბრალოდ, რომ მან უნდა დაუმტკიცოს სისტემას და ბიძინა ივანიშვილს მისი ძალა, მაგრამ გელა გელაძეს უნდა უთხრათ, რომ პირიქით მის ძალიან სისუსტეს დემონსტრირებს მსგავსი პოზიციონირება. დიდი მადლობა ანა გოგოლაძეს უსმენდით პირდაპირ ეთერში, ვეცდებით რომ შევიდეთ ახლა საქალაქო სასამართლოს ეზოში. წინა ჯერზე როგორც პრაქტიკა გვაჩვენებდა, მედიისთვისაც გართულებული იყო აქ შესვლა, ვინაიდან ძალიან დიდია მსურველთა რიგი ჭიშკართან, ვისაც სურს შევიდეს საქალაქო სასამართლოს ეზოში, ზოგი ნიკამელიას პროცესზე არის მოსული, ზოგს სხვა პროცესი აქვს, თუმცა ყველა მათგანისთვის გართულებულია აქ შესვლის პროცედურა, რადგან მოწმდება, როგორც გვახსოვს პრაქტიკის მიხედვით, მოქალაქეების ვინაობა და მოწმდება ისიც, ნამდვილად აქვს თუ არა, თქვათ ამ მოქალაქეს სხვა პროცესი საქალაქო სასამართლოში. მე შეგახსენებთ იმას, რომ ნიკა მელია სავარაუდოდ უკვე იქნება გადმოყვანილი საქალაქო სასამართლოში. დღეს ვნახეთ ჩვენ კადრები დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან, რომ იქ სპეციალური
მიკროავტობუსები იყო ვიყვანილი, რომლითაც სპეცრაზმი გადაადგილდება ხოლმე და ვნახეთ წყლის ჭავლის მანქანაც დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორთან და ნამდვილად გაუგებარია და ამ მიზანს ემსახურებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან სპეცტექნიკის გამოყვანა. უკაცრავად პირდაპირ ეთერში ვართ, იქნებ მედიას მოგვეცეს შესაძლებლობა რომ უფრო მარტივად შევიდეთ. თუმცა ფაქტია რომ ჩვენთვისაც გართულებულია აქ შესვლა ისევე როგორც წინა პროცესის განმავლობაში. დიალოგები რაც გვესმის ახლაც არკვევენ მანდატური სამსახურის წარმომადგენლებთან რამდენად რომ შეუშვან უпростоრად საქალაქოს ეზოში რომ დაესწრონ სულ სხვა პროცესს, ბევრი მოქალაქე აქ შეიძლება არც იყოს ნიკამელიას პროცესზე მოსული, მათ სხვა პროცესები აქვთ ან მათ ოჯახის წევრს, თუმცა ამ ადამიანებისთვისაც გართულებულია და ჩვენთვის მედიისთვისაც. მოდიში პირდაპირ ეთერში ვართ, იქნებ წინ გაგვიშვათ რომ მუშაობ. მოდიშს ვუხდი მაყურებელს, თუმცა ჩვენთვისაც გაძნელებულია შესვლა საქალაქო სასამართლოს ეზოში და ჩვენ მედიას გვეშლება მუშაობაში ხელი საქალაქო სასამართლოს ამ ახალი დადგენილებით, რომ მედიაც იმ შესასვლელით შედის, საიდანაც აი მოქალაქეების ძალიან დიდი რიგია მსურველთა შემსრულებლების. შეგეკითხვით იმასაც, რომ როგორც გავრცელდა დღეს ინფორმაცია ჩემი კოლეგებისგან, დღესაც არ ეძლევათ მათ კამერებით დარბაზში, უბრალოდ დერეფანში შესვლის უფლება, ეს ახალი წესია, რომელიც პირველად ზურაბ ჯაფარიძის პროცესზე ვნახეთ. მოდით დროებით დავემშვიდობოთ მაყურებელს, ვიდრე მოვახერხებთ, რომ შევიდეთ საქალაქო სასამართლოს ეზოში და ჩვენ უკვე შიდა ტერიტორიიდან ეზოდან დაგიბრუნდებით პირდაპირ ეთერში.